ისინი ცდილობენ შეკვეთილი სტატიებით, დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიებით გავიდნენ ფონს. Რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო და ვერც საზოგადოების ვერ იქნება საინტერესო, ვერც ერთ შეკვეთილ სტატიას ვერ იქნება ვერავითარი ეფექტი. რა თქმა უნდა, ეს მათთვის არ არის საინტერესო, თურმე არც საზოგადოებისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამთავრობო პროპაგანდა რამდენიმე დღეა გამალებით ცდილობს ბრიტანული გამოცემა Guardian-ის გაშავებას გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის გამო და ასევე New York Times-ის გაშავებას ჯერ არ გამოქვეყნებული სტატიის გამო. $2 მილიარდი ღირებულების ბიტკოინი მიითვისა და თაღლითობა ჩაიდინა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც საკუთარ ფინანსებს ანდობდა საზღვარი უგანონოდ გადაკვეთა ციხიდან კი ოჯახის საშუალებით დაკავებულია უცხოურ მედიაში სტატიების დაკვეთით. არანაირი მტკიცებულება, რომ სტატიებში ფულია გადახდილი არ არსებობს, თუმცა პროპაგანდისტი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილის ოჯახმა Guardian-ი მოისყიდა, რომელმაც გამოაქვეყნა სტატიას სათაურით საქართველოს დე-ფაქტო ლიდერის დაპატიმრებული ყოფილი თანაშემწის მშობლების ანგარიშები გაყინა. პროპაგანდის ერთადერთი დასაყრდენი ივანიშვილის ადვოკატის თეიმურაზ ციქვაძის პოსტია, სადაც ის ორივე გამოცემას მართულს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ჟურნალისტები ბაჩიაშვილის მიერ არიან დაქირავებულები. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურ ციქვაძე გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე Guardian-ისა და New York Times-ის ჟურნალისტებს დენიელ ბობსა და ფილიპ შიშკინს მიზანმიმართულ დეზინფორმაციასა და მიკერძოებული პოზიციის გამო აკრიტიკებს. თეიმურ ციქვაძის განმარტებით ორივე ჟურნალისტის შემთხვევაში იკვეთება, რომ დაქირავებული არიან ბაჩიაშვილის ოჯახის მიერ, მოქმედებენ მერკანტილური ინტერესები და ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას ცდილობენ. ივანიშვილის ადვოკატი Guardian-ისა და New York Times-ის ჟურნალისტებს კითხვებზე საპასუხოდ დროის შეზღუდვის გამო აკრიტიკებს და წუხს. Guardian-ის ჟურნალისტმა ჩემი პასუხები მაქსიმალურად ზოგადი, უღიმღამო ფორმითა და შინაარსით ასახაო. პროპაგანდაც ამ ნარატივის გავრცელებაში ხელს უწყობს. მაშინ როცა არც ერთ სამთავრობო მედიას, არც ბაჩიაშვილის ოჯახის წევრებისა და არც ადვოკატებისთვის არ მიუმართავს ინტერვიუსთვის, ისე მოამზადეს სიუჟეტები მათი მტკიცებით შეკვეთილი სტატიების შესახებ. გიორგი არის უკანასკნელი ადამიანი, საზღვარგარეთაც იცნობდნენ, აქაც იცნობდნენ რაღაცა და ამით დაინტერესდა ეს მედია რა მოხდა. მით უმეტეს რომ ხა ივანიშვილის სახელი და მაგას სანქციები დაუწესეს, მამის სახელი ყველგან ჟღერს, ამ რუსეთთან ასოცირებულია, როგორც მოძალადეა, დაინტერესებულია ახლა მსოფლიო მასმედია აინტერესებს რა ხდება და ამიტომ მე ახლა ადამიანი ვარ, პირდაპირ მოწმე ვარ, ვისაც შემიძლია, იქ არა ვარ, თავისუფლად შემიძლია ვთქვა სიმართლე. რატო უნდა მოვიტყო? არც ერთი ჩემი ნათქვამი სიტყვა ამ სტატიაში. ყოველი არ არის, ყველაფერი აბსოლუტური სიმართლეა. მითხრა შემომედავონ ჩემ სიტყვებზე რაღაცაში. ოდა მოკლედ ეს Guardian-ი დაინტერესდა და თვითონ დამიერეკა. სხვათა შორის New York Times-მა თვითონ დამიერეკა ძალიან გამიკვირა. ჯერ კარგახანი ვარკვევდი რომ ეს მართლა ჟურნალისტები არიან თუ ვიღაცა, ну რა ვიცი, ბოტები ან ვიღაცები ხო არ არიან მეთქი. მაგრამ სიმართლე გითხრათ, დიახ. ხო და ბავშვები დამიერეკეს, შემითანხმდნენ და მივეცი ინტერვიუ, რატო არ უნდა მიმეცა ინტერვიუ? ვინმე მიგზავნოს მე ჩემი თავისუფალი სიტყვა თქვა თავისუფალ ქვეყანაში? ხოც როგორც წესი ყოველთვის საკუთარი სიმართლე აქვს და ყალბი ამბების მთავარი შემოქმედები ახლა ბრიტანულ გამოცემა Guardian-ს ადანაშაულებენ ყალბი ამბების გავრცელებაში. ასეთი შეკვეთილი სტატიები ყოველთვის ეფუძნება ხოლმე ყალბ ინფორმაციას, ყალბ სინამდვილეს. იცით რა არის? თვითონ ისყიდავენ მედიასაც და იმ ხალხსაც, ვის მაგას ლობირებს. და ასე გონია რომ სხვაებიც ასევე აკეთებენ. მაგრამ ის გამორჩათ რომ ამ მედიას აქვს კიდე რაღაცების ინტერესი, რაც შეიძლება მაგათზე მაღლა დგას. მე არა მაქვს ახლა ის საშუალება რომ მე ასეთი დონის მედიას ან თანხა გადაუხადო ან რაღაცა ვქნა, არც ერთი თეთრი არ გადამიხდია დედას გიფიცებით. და მაგათ უნდათ კიდე ამ რეპორტაჟების სერია გააკეთონ. ანუ მაგათ უნდათ რომ ამ გიორგის საქმეს როგორც სერიალს ისე გაყნენ. და რაღაცა ესე დროის ინტერვალებით საზოგადოებრივი ინტერესია სავარაუდოდ აცნო ხალხს, აი რა მოხდა კიდე შემდეგ სერიაში, რა მოხდა შემდეგ სერიაში, რა მოხდა. ძალიან აინტერესებთ, ესევე დამიანონსეს მაგათ. Guardian-ის სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში დიდმა ბრიტანეთმა ივანიშვილის ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. ბრიტანეთს სანქციები უკვე დაწესებული აქვს ეგრეთ წოდებული კლანის მოსამართლეებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის და ივანიშვილის კიდევ ერთი ყოფილი მთავარი პროკურორისთვის. ასე უახლოვდება ბრიტანული სანქციები ბიძინა ივანიშვილს. თუმცა პროპაგანდა მაინც ამტკიცებს, რომ ბრიტანეთს და ბრიტანულ მედიას ივანიშვილის მიმართ ინტერესი არ შეიძლება ჰქონდეს. ჩემი საბანკო ანგარიშების დაყადაღება Guardian-მა გაიგო უფრო ადრე, ვიდრე მე გავიგე. იმიტომ რომ აქ ხო დღეღამეში სხვაობაა და ესევე დამირეკეს, აი როგორც კი ის იყო და მითხრეს რომ რა ხდებაო და მე ვთხარ ეს რაღაცა ხდებაო და ესევე გამოუშვეს მეორე ინტერვიუ. თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა ნებისმიერი გითი ადამიანი გინდა მე
მინდა ვიღაცა რა ძალო უფლება მაქვს ისეთი, რომ Guardian-ს იმ დღესვე გამოაქვეყნებინო სტატია, თუ იმათი ინტერესი არ არის. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში ბრიტანეთის ინტერესია. ბრიტანეთი ძალიან არის დაინტერესებული თვითონ ივანიშვილის და მოცნების და რაღაცის თემით, იმიტომ რომ მათი სანქციები დევს ახლა განსახილველად. და რა თქმა უნდა, ისინი ეძებენ ყველა იმ ძაბს და ყველა იმ კვანტს, რომელიც მათ კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს ამ გადაწყვეტილების ისტორიას. ობახიძე კი ამტკიცებს, ეს სტატიები არავის აინტერესებს და არანაირი ეფექტი არ ექნებაო, მაგრამ გარდა იმისა, რომ პროპაგანდა დარაზმეს და Guardian და New York Times-ი ალანძღინეს, ეს იმ ფონზე, როცა ამ უკანასკნელს ჯერ არც კი გამოუქვეყნებია სტატია, მთელი მუნიციპალური სტრუქტურა ჩართეს ივანიშვილის ადვოკატის სტატუსის გავრცელებაში. მაგალითად, თეიმურაზ წიქვაძის სტატუსს დასავლური ავტორიტეტული მედიების ჟურნალისტების გაშავების შესახებ აზიარებენ. მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, თერჯოლის მერი, აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზესტაფონის საკრებულოს წევრი, მარნეულის მერის თანაშემწე, ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მერის წარმომადგენელი სოფელ დიდ ჯიხაისში, ქედის საკრებულოს წევრი, მარტყოფის მაჟორიტარული ოლქის წარმომადგენელი გარდაბნის საკრებულოში და უამრავი ასეთი სხვა. გამძიარებლების უმრავლესობა მუნიციპალურ სამსახურებში დასაქმებული ადამიანები არიან. მოკლედ, მთელი თვითმმართველობა ივანიშვილის დაცვის კამპანიაშია ჩართული. რა ვიცი, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რა მდგომარეობა არის მედიაში, ევროპაში, რაც მართლაც სავალალო არის ამ მხრივ, როდესაც პირდაპირ ჩანს, რომ არის ფული გადახდილი სტატიაში და ამისი გამჟღავნება არ ხდება, შესაბამისად ეს არის კორუფციის ერთ-ერთი მაჩვენებელი. ხედავთ, ეხლა უკვე იგი გასტა საქართველოს საზღვრებსაც და ეხლა ცდილობს, რომ შეკვეთილი სტატიებით გაექცეს თავის პასუხისმგებლობას, თავი მოაჩვენოს როგორც მსხვერპლად და ამითი რა თქმა უნდა ისევ და ისევ მიაყენოს ზიანი ჩვენს პარტიზანულებას და რა თქმა უნდა დაზარალებულის ინტერესებსაც. მთავარი არჩილის აღქმით დაზარალებულის, ანუ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებია. ქვეყნის ინტერესები დიდი ხანია არავის ადარდებს ქართულ ოცნებაში. არც არასდროს ადარდებდათ. ყველაფერი ყოველთვის ივანიშვილის ფულის შესახებ იყო და არის. ივანიშვილი საერთოდ აქ მიართვლი, რომ ბიზნესს ვაკეთებ პირიქით, ვეხმარები მხოლოდ და საკუთარს ვხარჯავ და არაფერს. მოგებაზე გათვლილი არც ერთი ბიზნესი არ მაქვს. კაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ საქართველოში მოგებაზე გათვლილი ბიზნესი არ ჰქონია, გიორგი ბაჩიაშვილს მილიარდების ბიტკოინებს ედავება, როგორც მისივე ინვესტიციის შედეგად გამომუშავებულ ქონებას. ივანიშვილის მხარის მტკიცებით, საინვესტიციო თანხა $5 მილიონ შეადგენდა, რომელიც ბაჩიაშვილმა ივანიშვილის ბანკიდან სესხა დაიღო და როგორც თავად ამბობს, საკუთარ ბიზნესში ჩადო. მოგვიანებით კი ბანკს უკან დაუბრუნა, დამატებით მოგებასთან ერთად, რომელიც ივანიშვილმა მას მოსთხოვა. მაშინ შეთანხმება დაიხურა. წლების შემდეგ კი ოლიგარქს გაახსენდა, რომ მისი ბანკიდან აღებული სესხით თურმე ბაჩიაშვილს ბიტკოინები გამოუმუშავებია. ეხლა დაბრალებით ყველაფერს დამაბრალებენ, როგორც ჩემშვილს დააბრალეს, რომ ბანკის ვალი რო თუ რაღაცის ბიზნესში ყოფილა, რომელიც გაიხსენა 10 წლის შემდეგ, თურმე ივანიშვილმა, ეხლა ნორმალური ადამიანი, ნორმალური ბიზნესმენი ასეთ რაღაცას ამ ხელა ბიზნესში კონდეს და დავიწყებული კონდეს 10 წელი. არსებობს ასეთი რაღაცა, მით უმეტეს ივანიშვილი, როგორ ეგატრებათ. მოუგონეს და ისა რა ქვია, ჩამიგდეს ბიჭის ციხეში, უბრალოდ უსამართლოდ მოგონილი ბრალდებით, აი აბსურდული ბრალდებით, რომელშიც არც ერთი მოწმე არ აყავს ივანიშვილს. ყველა მოწმე გინდათ ბანკის პრეზიდენტი და გინდა ნათია თურნავი, საერთოდ გადავირია ის ხალი 2 წლის წინ მოვიდა ამ სისტემაში და როგორ დადგა 10 წლის წინადელი საქმის მოწმედ ნამუსი არ აქვს საერთოდ რა. და ესეც ყველაფერი არის ივანიშვილმა ასე გვითხრაო. გესმით? მოწმე არ არსებობს, ხახალდი არ არსებობს გიორგის ბრალდების. არის მარტო რომ თურმე გივანიშვილს 10 წლის შემდეგ გაახსენდა, რომ გიორგიმ როდესღაც ბანკის ვალი აიღო, თურმე ამას ერქვა მისი ბანკის მეპატრონის ინვესტიცია. როგორ შეიძლება ბანკის ცეცხლი იყოს ბანკის მეპატრონის ინვესტიცია? ესე იგი გამოდის, რომ ყველა ვინ საქართველოში ბანკის ცეცხლებს იღებს, შეიძლება ოდესღაც თუ დასჭირდათ, გაუფორმონ ის, როგორც ბანკის მეპატრონის ინვესტიცია და ციხეში ჩააგდონ ადამიანი. აი, წარმოუდგენელი რაღაცაა. მურუსიძის სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და გიორგი ბაჩიაშვილს პატიმრობა მიუსაჯა. იმ დროისათვის ის საქართველოში აღარ იმყოფებოდა. მოგვიანებით ის დააბრუნეს როგორც თავადყვება, აბუ-დაბიდან მოიტაცეს და ბორცვზე, რომლითაც თბილისში მოჰყავდათ სუსის მაშინდელი უფროსი ანრი ოხანაშვილიც იმყოფებოდა. მოგვიანებით ბაჩიაშვილს მისივე მონაყოლის მიხედვით ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ივანიშვილს თუ უნდა იქნება უსაფრთხოდ, თუ არ უნდა არ იქნება უსაფრთხოდ. როცა არ მოუნდა რომ ყოფილიყო უსაფრთხოდ და ეჩვენებინა რომ აი
ეს შემიძლიაო, აგერ ქსის კოლონიიდან გამოიძახა ის ბიჭი, რომელიც შემოვიდა აცემინა იმის რა ქვია ციხის მესაკნის თვალწინ და იმის თანდასწრებით ის ესწრებოდა ის კაცი ფანჯრიდან უყურებდა როგორ აცემდნენ ამას. და მე როცა მიხვდა რომ უკვე ისე იყო რომ მეტი აღარ შეიძლება უკვე რაღაც სერიოზული მდგომარეობა მოყოლოდა ამას, მე გაიყვანეს ის კაცი. ეს გააკეთა ივანიშვილა დაბადების დღე მიულოცა ასე. ეს ნიშანი იყო იმის რომ ეს შემიძლია და ამას გაგიკეთებ შენ. მე არ ვიცი, მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ გიორგი არის დღეს ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარი. როდესაც ივანიშვილის და გიორგის აზრები გაიყო ამ საქართველოს პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით, ევროპასთან დაკავშირებით, უკრაინასთან დაკავშირებით, მას შემდეგ დაიწყო ამ ზარის გაღრმავება. ვინც ამ საკითხში მაგას არ მიყვება, ალბათ ყველას მერე საბოლოოდ აქეთ უკრავს თავს. ვისრა ელის ყველას თავად შეუძლია დაფიქრდეს ბაჩიაშვილის მაგალითზე, ჯუანშერის მაგალითზე, ლილუაშვილის, გომელაურის და კიდევ სხვების მაგალითებზე. ბაჩიაშვილი ივანიშვილის ყოფილი თანაშემწე და მისი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელია. როგორც მისი დედა ყვება, ივანიშვილმა სამართლებრივი დავა მის წინააღმდეგ მაშინ წამოიწყო, როცა ბაჩიაშვილი ივანიშვილის სამართლებრივ საქმეებს აგვარებდა და მისი ფულის დაბრუნებას ცდილობდა. აცმა მაგისი ყველა სასამართლო მოიგო 100 მილიონი სულ მაგის კისერზე გადაიერა ამ ფულის დაბრუნებამ. ისე იგი, როდესაც ბოლო სინგაპური თუ ის ბაჰამები იყო არის ერთ-ერთი ბერმუდა იყო, ერთ-ერთი სასამართლო აი დამთავრდა და მოიგო. ამერიკაში იყო გიორგი, მაშინ დამთავრდა ის სასამართლო. ივანიშვილმა დაურეკა, ეს იყო მაისის თვე და უთხრა, რომ დიდი მადლობაო ყოჩახ გიორგიო, რომ ასე ყველაფერი გააკეთე და რაღაცაო. გიორგი ჩამოვიდა და მეორე დღეს იჭერეს სასამართლოში იბარებენ და პროკურატურაში ეუბნებიან, რომ ივანიშვილს შენზეო მარტის თვეში აქვს საქმე აღზრული. წარმოგიდგენიათ? მარტის თვეში აქ კაც, რომელიც უკვე 3 თვე წასული იყო იმ სასამართლოებს დასდევდა მაგისას, მოიგო, ამან შეაქო, ჩამოიტყვა უკან და იმით ციხეში იჭერს. აი რატომ ითხარი? მინდა უთხრა, რომ ჩემს კოლეგებს, დედებს, ბებიებს, შვილებს, შვილიშვილებს, ისინი ვინც სამზარეულოში სხედან და არჩევენ ამ საქმეს. უთხრამ თავის ქმრებს, მეუღლეებს, შვილებს, რომლებიც არიან ამ ოცნებასთან ასოცირებულები, რომ ისინიც იმავე მაშინ რა ქვია საარტილერიო ლულაში სხედან. მათაც გაისვრის როცა მოუნდება. ვის როდის გაისვრის ივანიშვილი ამას დრო გვიჩვენებს. ბაჩიაშვილის ოჯახი ახლა საქართველოში არ ცხოვრობს, რადგან როგორც თავად ამბობენ, ამ ქვეყანაში თავს დაცულად ვერ გრძნობენ და აქვთ მოლოდინი, რომ ბაჩიაშვილზე ზეწოლის მიზნით შესაძლოა მათზეც დაიწყოს გამოგონილი საქმეების წარმოება. ოლიგარქის ყოფილ თანაშემწეს კი 11 წლიანი პატიმრობა აქვს მისჭილი. და მინდა ჩემს საყვარელს გადავცე, რომ ჩვენს მაგრად ვართ და მინდა რომ ეგეც ეს ოჯახად იყო ჩვენი იმედი გქონდეს კარგად ვარ ჩვენ გიორგი მიყვარხარ ჩემი ბიჭი.